დავიწყოთ ბოლო ამბებით, როგორც ცნობილი ხდება, ბრიუსელში ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და განიხილავენ საქართველოს საკითხსაც. საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ დღის წესრიგის მიხედვით განსახილველ საკითხთა შორის გაჩნდა საქართველოს საკითხით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან, სწორედ ასე წერია დღის განრიგში და რაც ნიშნავს ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ გერმანიის და საფრანგეთის ინიციატივით ისინი დანარჩენ ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. მსგავსი საკითხების შემთხვევითი არ არის, რომ ხდება დღის წესრიგში, რადგან ამას წინ უსწრებს სწორედ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტი დასკვნა, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ შეკრებაზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმსჯელონ საქართველოს ევროკავშირის ევროინტეგრაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით ან იმ ზომებზე, რომელიც შესაძლოა მიიღოს ევროკავშირმა, თუ კი რეკომენდაციები არ იქნა შესრულებული, რომელიც მაგალითად მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტში წერია. სწორედ ამ დოკუმენტის შესახებ დღეს კითხვები დავუსვით როგორც პოლიტიკის ექსპერტებს, ასევე მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენელსაც. პოლიტიკის ექსპერტები განმარტავენ იმას, რომ სწორედ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება უკვე არის პრეცედენტული კანდიდატი ქვეყნის მიმართ და ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ დიდი დაკვირვება მოხდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რეკომენდაციების შეუსრულებლობა კი შესაძლოა ქართულ ოცნებას საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პასუხების გაცემა დაუჯდეს, რადგან ამ შემთხვევაში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ხელს აწერს ამ დოკუმენტს და ამ დოკუმენტის შინაარსს იზიარებს, შეუძლია რომ მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს ჰააგის ტრიბუნალს და ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას მოუწიოს სწორედ პასუხების გაცემა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ამ რისკების გათვალისწინებით სწორედ პოლიტიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება თუ კი ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებს, ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის საკმაოდ მძიმე დღეები დადგება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. იმისათვის, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, გადავრჩეთ, ასევე ის ისტორიული შავი ლაქა, რაც ქართული ოცნების პირობებში, ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობით, ჩვენ თავის საკუთარ მოქალაქეებთან დამოკიდებულებით ჩამოგვიროცხოთ, ამისი ნორმალიზება არ მოხდეს ისტორიაში, როგორც თითქოს სახელმწიფო მშენებლობის ევოლუციის ერთ-ერთი თითქოს და ნორმალური ეტაპი, ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს. უნდა გასამართლდეს იმ დარღვევებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს, სწორედ აი ამ საერთაშორისო ნორმების დარღვევისთვის, რომელიც გარდა საქართველოს კონსტიტუციისა ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომლის მონაწილე ჩვენ ვართ და ჩვენი კანონმდებლობით ასევე ეს ნორმების პრიმატი აღიარებული გვაქვს, თუნდაც იგივე იმ ახინჯ კანონმდებლობაზე, რომელსაც ეხა ერთპარტიული პარლამენტი არგებს თავის საკუთარ ინტერესებს. ბოლო წლებში, აი 22, 23, 25 წლის მოსკოვის მექანიზმის ანგარიშები გახდა საფუძველი ყოველგვარი მიმართვის გარეშე, ეს ეხებოდა მოსკოვს საერთაშორის, რომ დაწყებულიყო გამოძიება და შესაბამის გადაწყვეტილება მიიღო პროკურორს. ამისთვის მას არავის მიმართვა არ ჭირდება. ამიტომ ამ საფრთხის შესახებ იციან უკვე საქართველოს, იმიტომაც არ აკეთებდნენ პირველი პირები დღეს რაღაც მკვეთრ განცხადებებს. და თანაც ვინ არის დღეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე? ქალბატონი ელინა ვალტონელი, ვინც ამათ წინააღმდეგ დაიჭირეს აქ. გზის გადაკეტისთვის გახსოვთ ხომ დააჯარიმეს რუსთაველზე და პრაქტიკულად იციან ამათ, რომ დღეს აქ უკვე გამოსვლები არ ამის თქმა არაფერს არ შეცვლის. ეს პროცესი დაიწყო და ეს პროცესი უკვე ამ ხელისუფლების შესაბამისი რეაგირებების თუ არ რეაგირების გარეშეც უკვე წავა. რა თქმა უნდა, ევროპელები შეიძლება ფიგურალურად ასე ვთქვათ, ითამაშებენ კარგი და ცუდი პოლიციელის როლს. ეუთოს ხაზით მეტი ზეწოლა იქნება ევროკავშირის საპარლამენტო განზომილებაში, მეტი ზეწოლა იქნება ამ დროს ვაიმარის სამკუთხედი მოსაჭიდებელს კიდევ უტოვებს ოცნებას, რომ ჩართოს პროცესში და საქმე არ მივიდეს ძალიან მძიმე სანქციებამდე და საერთოდ იქამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ეს კიდევ არის გზა თუ გაიგებს მეორე მხარე, ხო? გზას უტოვებენ, რომ მეტნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ ამ პროცესიდან და თუ არაფერს არ მოусმენენ, არაფერს არ გაითვალისწინებენ, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ უარესი სცენარი შეიძლება განვითარდეს.
მივა თუ არა ქართული ოცნების საკითხი საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, სწორედ ეს კითხვები არსებობს ახლა და ეს დამოკიდებულია პრინციპში, რა ნაბიჯებს გადადგავს ქართული ოცნება. ეს კითხვები არსებობს და დავუსვით ქართული ოცნების ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელმაც დღეს პარლამენტში საჯაროდ ისაუბრა მედიის წინ. ეს არის გიორგი გაბუნია, რომელიც ბუნებრივია აჟღერებს თავად პარტიის პოზიციას. ქართული ოცნება როგორც ჩანს არ აპირებს უკან დახევას, არც იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც წერია დოკუმენტში და მეტიც ისინი ამბობენ, რომ იმ პოლიტიკას, რომელიც ოცნებას გააჩნია, კვლავ გააგრძელებენ. სისულელეა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ კიდეც. არანაირი რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული, ეს არის კიდევ ერთხელ ახალი შეფუთვა და მცდელობა იმ შანტაჟის და ზეწოლის გაგრძელებისა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ჩვენ ხედავდით ბოლო წლების განმავლობაში. ზუსტად ვიცით, ვინ ლობირებდა ამ საკითხს ეუთოში, ისევ იგივე ქვეყნები, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი და ბალტიისა და სკანდინავიის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ერთი და იგივე განცხადებები, ერთი და იგივე მოსაწყენი პოლიტიკური შეფასებები აქვს ბოლო წლების განმავლობაში და საქართველოზე აქვს პირდაპირი შეტევა და ცდელობა იმისა, რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს. დღეს თუ ვინმე არღვევს საქართველოში ვენის კონვენციას, ეს არის გერმანიის ელჩი ჰერჩინსკი და ევროკავშირის ფიშერი და ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი. არ აპირებთ რეკომენდაციების გათვალისწინებას და როგორ აპირებთ ამ შემთხვევაში აი ამ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებული დასკვნის შემდგომ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. შვენივრად ვაპირებთ. არ ელოდებით მძიმე შედეგებს. არაფერს არ ველოდებით. თავარი არის ჩვენთვის არაფერს არ ველოდებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რეზოლუციები, ეს რაღაც მოგონილი ახალი მექანიზმები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ შანტაჟისა და ზეწოლის გაგრძელებას, ეს არის მიუღებელი. უნდა აღინიშნოს ის, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მსგავსი დასკვნების გამოქვეყნების ან შეფასებების გაჟღერების შემდეგ განსაკუთრებულად აქტიურია ხოლმე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი, მაგალითად სოციალურ ქსელში ის ხშირად ეხმაურება მსგავსი დასკვნებს და აფასებს, თუმცა ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელი დუმს ის არც საჯაროდ არ გამოჩენილა და ეს ეხება მათ შორის ირაკლი კობახიძესაც, რომელიც ამ დრომდე ამ საკითხს არ გამოხმაურებია, არადა წესით ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და სწორედ ახლა მათზეა პასუხისმგებლობა რა ნაბიჯებს გადადგავს ქართული ოცნება იმისთვის, რომ სწორედ მათმა პარტიამ პირველ რიგში არ მიიღოს მძიმე შედეგები. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.